გამარჯობათ. მხოლოდ და მხოლოდ სამი პიროვნება ჩაიფიქრეთ, ან სამი სიტუაცია. თავარი ამბავი არის ის, რომ სამივე უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში რაღაცით და ვაკეთებთ რა მოხდება მარტის თვეში. ასეთ გაშლას. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და თუ გამოიწერთ, ეს იქნება თქვენი არხიც. როცა გამოიწერთ, ის გახდება თქვენი არხიც. მაშას სამი ვარიანტი მარტისთვის პროგნოზი. პირველი ვარიანტი აი ამ დასტით, ოქროსფერი რაიდერის დასტით. მეორე ვარიანტი იქნება აი ესეთი. ძალიან საინტერესო. ძალიან უცნაური დასტა არის ეს კი მკრანის და რუნების დასტა მესამე ვარიანტი. მაშინ ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მარტის თვეში რა იქნება? აი ეს. ჭრეთ მარტის თვის პროგნოზი. რას გვეუბნება ეს ყველაფერი, რომ ეს ადამიანი, თქვა, შეიძლება ადამიანთა ჯგუფი იყოს, არ ვიცი თქვენ რა ჩაიფიქრეთ. ეს ადამიანი, მე მხოლოდ ვილაპარაკებ, ძალიან აი რა სიტუაციაშიც არის, ხო? ძალიან ირგებს ამ ყველაფერს, არის მშვიდად, პოზიციებს ატარებს ისე, როგორც მას სურს. და ყველა აღიქვავს და ასეც არის, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას სურს. მაგრამ შინაგანად აქვს ძალიან დიდი გულის ტკივილი. შინაგანად, აი ნახეთ, ადამიანს, რომელიც არის იმ პოზიციაზე, სადაც უნდა და ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას სურს, უნდა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი. ის არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, არის ძალიან ცუდად. სიამოვნებას ვერ იღებს საერთოდ. სიამოვნებას ვერ იღებს კი არა, ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვს. ძალიან დიდ განცდებშია და ნერვიულობაშია მიუხედავად იმისა, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. მას აქვს დიდი სურვილი, რომ მოლაპარაკება განახორციელოს. ვისთან ხვდებით თქვენ, იმიტომ რომ ინდივიდუალურია, საჯაროა ეს გაშლა. თქვენ ჩაიფიქრეთ და თქვენ იცით რა სიტუაცია ხდება. არა ერთ ადამიანთან, ხედავ რომ სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფ ადამიანებთან სურს მოლაპარაკება, ძალიან უნდა ეს, მაგრამ ყველაფერი არის გაჩერებული. ამის რესურსი არ არის, ამის შესაძლებლობა არ აქვს ახლა. ეს ყველაფერი არის გაჩერებული, დაგუბებული წყალივით. ოი. აი როგორ დავიწყე, როგორ მეფესავით იჯდა, აი ისინი და არამოდეს. მეფესავით იჯდა ძალიან ძლიერად. ძალიან მტკიცეთ, აი ესე რო იტყვე, თითის გადკლაცუნებაზე ატრიალებდა ყველაფერს მის გარშემო, მაგრამ ძალიან ძნელია მეფესავით როზი ხარ ამ მეფის სკამიდან ჩამოვარდნა. ხედავ მის ძამძიმე მდგომარეობას, ეს უდრის რამის გარდაცვალებას, რამის ტუსაღობას. თუ ეს ადამიანი არასწორ საქმეს აკეთებს, კანონსაწინააღმდეგოს, გააფრთხილეთ, თუ ახლობელია თუ არა და თქვენი გადასაწყვეტი არ აზიზამთ, არ არის გამორიცხული კი არა და დიდი ალბათობა არის, რომ იყოს პატიმრობაც. განადგურება ჩანს, აი მოცელვა ჩანს, აი ამ ასე ვთქვათ, მყარად ყოფი, მწვერვალზე მყოფი ადამიანისა, რომელიც ნადგურდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი,
ეს უდრის გარდაცვალებას, ეს უდრის ტუსაღობას და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ახლა გადავალ მე მეორე ვარიანტზე. მე ვხედავ, რომ არკანები არც ისე კარგად ჩანს, ამიტომ შევეცდები, რომ აი ეს გავაკეთო, რომ ცოტა ამახლდეს, უკეთ გამოჩნდეს, მეგონი ისე უკეთ გამოჩნდება. ეხლა გადავალ მე მეორე ვარიანტზე და ნახოთ რა იქნება მარტის თვეში. ეს ადამიანი ნახე ძალიან ლამაზად ბრძოლა, რა ის ქვია, აი ესე ამოდის ლამაზად იბრძვის. ლამაზად ბრძოლა ნიშნავს, როდესაც იბრძვის სწორად, აი ნახე ბრძოლაში მოსულა თითქოს რაღაცა წესების დარღვევა, როცა მიზანიაო ამართლებს საშუალებასო და აქ ვერ ვხედავ ამას. აქ ვხედავ ძალიან სწორ ხაზოვნად მოქმედებას, ძალიან სუფთად ყველა კანონის დაცვას, აქ ვხედავ სილამაზე შემოდის. აი ნახე თითქოს ეს ბრძოლა, ეს მოქმედება თეატრალიზებულიც არის. ნახე სანახაობაც არის. აი საჩვენებელი ისიც აქვს. ნახე თითქოს სპექტაკლია ისე მოქმედებენ და ყავთ მაყურებელი. ვიღაცა უყურებს ამას, აფასებს ამას. აქტიურად მოქმედებს მათზე დადებითად ეს წელი, გველის წელი იწადი და ორჯერ არა სამჯერ ამოვიდა კარმის ნიშანი. ნახეთ, ერთი უსასრულობა, მეორე უსასრულობა და მესამე უსასრულობა. კარმა არის მათზე, რაღაცა კარმას ამუშავებენ, მოდი ესე ვიტყვი. და აი ესეთი ენერგია მოდის. აი კიდე უნდა გამოვიდე, რომ ხაზი გაუსვა. თითქოს სპექტაკლს თამაშობენ და ყავთ მაყურებელი. ამიტომ გათვლილი აქვთ, რომ არ იყოს გადაცდომა, არ იყოს რაღაცა ხინჯი, რაღაცა შეცდომა, აი ესე სუფთად მიდიან. ვიცი, როცა ესე მოქმედებს ადამიანი, ძალიან ძლიერი უნდა იყოს შინაგანად, რომ გავიდეს და მიაღწიოს საბოლოო მიზანს. უფასდებათ ეს ლამაზად მოქმედება, ეს ლამაზად ომი და იცით როგორ არიან, აი თითქოს რაღაცა შავ ფარდას ეომებიან, შავ ძალას ეომებიან, შავ ენერგიას ეომებიან და საერთოდ ესე ჩანს, ნახე, როდესაც ბოროტი და კეთილი იბრძვის, ამაზე ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ადამიანები, ხო, ყველას გასჩენია, მეც გამჩენია და ერთი იცავს წესებს, მეორე არღვევს, ერთს აქვს სინდისი, მეორეს არ აქვს, ერთს აქვს ემპათია, მეორეს არ აქვს ეს, ერთს ტკივა, მეორეს არც ტკივა, ერთი ჰუმანურია, მეორე არახუმანურია. ამ შემთხვევაში სასწორის პინები არის უთანასწორო ცხადია და უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გამარჯვება არის მის მხარეს, ვინც ესე უწესოდ იქცევა, იმიტომ რომ ყველა საზღვარს და ყველა წესს არღვევს. და ისინი ასეთ განან, იმიტომ ამბობ, რაღაცა შინაგანი ძალა ჩანს, შინაგანი ენერგია ჩანს, იმიტომ რომ ან სულელი, არკანის სულელი რო არის, აი რაღაცა ესე ამოდის, რომ ეს რაღაც დიდი რწმენა არის, არ ვიცი, გათვითცნობიერებული აქვთ, არ აქვთ გათვითცნობიერებული, აი რაღაცა შავ, მამონტურ, ურჩხულურ ძალასთან, აი კიდე ვიტყვი რა, ესე პეპლებივით, ჩიტებივით ფარფატებენ, ლამაზად ცეკვავენ თითქოს რაღაცა, აი ესე ჰარმონიულად ებრძვიან ლამაზად. და ბზარავენ, ჩემო კარგებო, აი ბზარავენ. ეს არის, არ ვიცი, უცნაური რაღაცა, მაგრამ ესე ამოდის. აი მათი ეს
თეთრი შუქი მოდი ესე ვიტყვი, მათი ეს სამართლიანობა ბზარავს და აი ამ იარაღს წინ უდგას რაღაცა სიფერადე, სიკაშკაშე. კიდე ვიტყვი, რომ როგორც მატერიალური მხრიდან ეს არის, არ ვიცი, ალბათ როგორც უთანასწორო, ძალიან უთანასწოროა ეს, ვისაც ებრძვიან, უკავშირდებიან, აი დაუჯერებელია, იმიტომ რომ იმდენად უთანასწოროდ არის ძალები გადანაწილებული. მაგრამ აი ესენი რაღაცნაირი შინაგანი სიმშვიდით, თითქოს ბავშვები არიან, მიამიტურად, ესე სილაღით ეწინააღმდეგებიან ამ კიდევ ერთხელ ვიტყვი მამონტურ და დემონურ ენერგიას ძალას. იქნება ძალიან ბევრი ტკივილი. ნამდვილად მატერიალურ სამყაროში ვართ. თქვი რომ დაბზარავენ იქით ამ ხარეს, მაგრამ ესენი თუ ბზარავენ, ისინი ანგრევენ. ასე ვთქვათ. იქნება ბევრი გატეხვა. აი, ნახე რაღაც პერიოდში გაუტყდება გული. მაინც არ არღვევს წესებს. მაინც სუფთად იბრძვის, მაგრამ რაღაცა პერიოდი ჩამოყრის ფრთებს, ჩამოუშვებს. იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულად ებრძვიან, ძალიან არასწორად და ძალიან მძიმეა ეს ზეწოლა და ენერგიის დაცლას იგრძნობს, ძლიერად დაცლას, რომ აი ხო არ დავნებდე, ხო არ გავრჩევდე, ხომ არ წავაგე. ეს ენერგია იქნება, ეს მუხტი იქნება აუცილებლად ამ ადამიანში. რა ჩანს კიდე აქ? ამ მუხტის მიუხედავად, ამ დაცემული მუხტის მიუხედავად, ამოდის რაღაცა ფაქტი, როდესაც მახეში ებმევა ეს ამ ადამიანის მოწინააღმდეგე. ებმევა მახეში. ოღონდ ეს განა ამ ადამიანმა გააბარხა, ამ ქსელს რო ხედავთ ობობის, განა ამას შექმნა, აი რაღაცა ხდება, ამათ შეიძლება რაღაც წვლილი ამათაც მიუძღვით, მაგრამ ბევრი არაფერი, თითქოს რაღაცა სხვა ხდება. აი ვიღაცა ერევა, შემთხვევითი გარემოება რო იტყვიან. აი შეიძლება ის კარმაც რაც თავიდან თქვი და მათი მოწინააღმდეგე რაღაც ძალიან დიდ ხაფანგში ებმება. აი, კიდე ამოდის ვირთხის სახით ამოდის. ჩემო ძვირფასებო, ძალიან უმძიმდება ამ მოწინააღმდეგეს მდგომარეობა. ძალიან უმძიმდება მოწინააღმდეგეს ეს მდგომარეობა და ჩიხი ჩანს. აი ჩიხი, ბადე, გამოუვალი სიტუაცია, უფრო მეტად შეიძლება აი ნახე მე ხო ვუყურებ იმ არკანს, ყვავს რომ გასაღები უჭირავს. უფრო მეტად შეიძლება აგრესიული გახდეს, ჩაეჭიდოს იმ პატარა მარცვალს, რაც აქვს, რითინაც იმედი აქვს მოგების ყველაფრის, მაგრამ აქ ჩანს საშინელი შიში, მათგან მომავალი და აი სიკვდილის ენერგია მოდის. სიკვდილის ენერგია შეიძლება პირდაპირ გაგებით სულაც არ იყოს, ეს იყოს აი რომ აი რაღა მეშველება, რომ დამთავრდა ყველაფერი, რომ აღარაფერს აზრი არ აქვს, ეს ყველაფერი სიკვდილის ენერგია. საერთოდ შიში სიკვდილის ენერგია. ამ თემას არ ჩავღრმავდები ახლა, მაგრამ ყველაფერი შიში არის საბოლოოდ რომ ჩავეციეთ არის შიშის სიკვდილის. აი ჩემო კარგებო, ამ ყვავისგან გავარდნილი გასაღები ის უჭირავს.
ვის უჭირავს. ეს გასაღები უჭირავს აი ამას, ვიზეც ვშლით და აი ამ გამოუვალ მდგომარეობაში, ამ სიშავეში ნათელი მთვარია უკვე ანთებენ, რაღაცა სინათლე შემოიტანენ და რაღაცა მათ საკეთილდღეოდ ხდება. თითქოს ამბავი კიდე გრძელდება, არ სრულდება, მაგრამ აი პინა გადაიხრება საკმაოდ ამათ მხარეს, ამის მხარეს, აი რაღაცა გარემოების გამო, რაც აღნიშნე. ეხლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტზე გადავიდეთ მართვის თვეში. მესამე ვარიანტში ვინც ჩაიფიქრეთ, აქ ჩანს, რომ აქაც კარმა რვა მოვიდა 8 და 8. ხედავთ ხო 8 ძალიან მნიშვნელოვანი კარმის მანიშნებელია. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მოხდება ამ პერიოდში ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მოხდება სწრაფი ზრდა ამ პიროვნების. ვინც მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, პიროვნების ზრდაზე, ეს მიხვდება რაზე ვლაპარაკობ, აი ესე ხდება ხოლმე, რომ უცებ ყველაფერი გადაფასდება და თითქოს ძალიან გავიზარდე. ყველაფერი ყირავდება, ყველაფერი შეხედულება იცვლება. აი ეს ემართება ამ ადამიანს. ნახე, ეს ადამიანი ამ გარდასახვის შედეგად ნახულობს თავის თავში ძალას, სილამაზეს, სიყვარულს, ენერგიას, მისწრაფებას, ცოდნას, ყველაფერს აღმოაჩენს თავის თავში. ეს ძალიან კარგი რაღაცაა. მე აღარ გავაგრძელებ მესამე ვარიანტზე გაშლას, ეს არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ეს არის რამის იდეალურობისკენ სწრაფვა, გაერთიანებისკენ სწრაფვა, ეს არის ყველა ენერგეტიკის, ყველა სფეროს გაუმჯობესება, გაკეთილშობილება და ეს არის ორიენტირი საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე, ბედნიერებაზე, ოღონდ არა ეგოცენტრულად, ჯამრთელად. მე დაგემშვიდობებით, მე ვიყავი ნათია შაი, გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, გამოიწერეთ არხი აუცილებლად და დაალაიქეთ თუ მოგეწონათ, მომწერეთ თქვენი მოსაზრებები, ეს საინტერესოა. შემდეგ ვიდეომდე, გემშვიდობებით.